მოგესალმებით, მეგობრებო. საინტერესოა ხსმენიათ თუ არა უგანდის შესახებ. ალბათ ცოტა რამე. დღეს მე შევეცდები გამოგზავროთ ამ ქვეყანაში და გაგაცნოთ ყველაფერი მის შესახებ. შემიძლია გითხრათ, რომ უგანდა აფრიკის ნამდვილი მარგალიტია. ქვეყანა, რომელიც სავსეა საოცარი ბუნებით, იშვიათი ტრადიციებით და ისტორიებით, რომლებზეც ნაკლებად საუბრობენ. მოდით ერთად შევიგრძნოთ ამ ქვეყნის უნიკალურობა. დავიწყოთ იმით, რითაც ეს ქვეყანა განსაკუთრებულია. ეს არის მისი ბუნება. იცოდით, რომ მსოფლიოს უდიდესი მდინარის ნილოსის სათავე სწორედ უგანდაში, ვიქტორიას ტბაზე მდებარეობს. წარმოიდგინეთ, ზუსტად ამ ქვეყნიდან იწყება ეს დიდებული მდინარე. მაგრამ ნილოსი არ არის ერთადერთი სიმდიდრე. უგანდას ხშირად აფრიკის მარგალიტს უწოდებენ. მისი წარმოუდგენლად ნაყოფიერი მიწისა და მწვანე ლანდშაფტის გამო. ყველაზე მთავარი, უგანდა არის მსოფლიოს დედაქალაქი მაიმუნების მრავალფეროვნებით. დიახ, სწორად გაიგონეთ. აქ ბინადრობს მთის გორილების თითქმის ნახევარი, იშვიათი და საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა, რომელსაც მხოლოდ აქ თუ შეხვდებით ველურ ბუნებაში. მათი ნახვა დაუვიწყარი გამოცდილება. მოდით გადავიდეთ ხალხზე. უგანდაში 40-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს და თითოეულს თავისი უნიკალური ტრადიცია აქვს. აქ უხუცესების მიმართ პატივისცემა უმნიშვნელოვანესია, ხოლო ოჯახური კავშირები წმინდათა წმინდა. რაც შეეხება ტრადიციებს, მაგალითად, ზოგიერთ ტომში პატარძლის ფიგურას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რადგან ის ნაყოფიერებასთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, ეს ტრადიციები ქალაქებში თანდათან ქრება, თუმცა სოფლად ჯერ კიდევ არსებობს. განსაკუთრებით საინტერესოა უგანდური ქორწილები. ეს არ არის უბრალოდ წვეულება. ეს არის რამდენიმე ეტაპიანი ზეიმი, სადაც მზითების გადაცემა უმნიშვნელოვანესია. ეს საქმროს ოჯახის მიერ პატარძლის ოჯახის პატივისცემის გამოხატულებაა. წარმოიდგინეთ ტრადიციული ცეკვები, მუსიკა, ფერადი კაბები და ჩაცმულობა, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება. ასევე უგანდაში ოფიციალურად აღიარებულია ტრადიციული სამეფოები, რომლებსაც საკუთარი კულტურული იდენტობა აქვთ. ეს ნამდვილი მოგზაურობაა წარსულში. უგანდის ეკონომიკის ხერხემალი სოფლის მეურნეობაა. მოსახლეობის დაახლოებით 70-80% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. ძირითადი კულტურებია ყავა, ექსპორტის მთავარი პროდუქტი, ჩაი, შაქრის ლერწამი, სიმინდი, ბანანი და სხვადასხვა პარკოსნები. ქვეყანაში წამყვანი ინდუსტრია ლუდის, ტექსტილის და ცემენტის წარმოება. უგანდა ნავთობის მნიშვნელოვან მარაგებს ფლობს. ახლახანს ისიც გაირკვა, რომ ამ ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში აღმოაჩინეს ძალიან დიდი რაოდენობის ოქროს მარაგი, რაც სამომავლოდ ეკონომიკური ზრდის დიდი პერსპექტივაა. თუმცა მეორე საკითხია, რამდენად სურს ქვეყნის ხელისუფლებას ეკონომიკური ზრდა და ამ სიმდიდრის წყალობით მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება. მიუხედავად მრავალი სასარგებლო წიაღისეულისა, ქვეყანაში სიღარიბის დონე კვლავ მაღალია. ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა სერიოზული პრობლემაა. აღსანიშნავია, რომ კორუფცია მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს უგანდაში. რაც შეეხება შემოსავალს, უგანდა განვითარებადი ქვეყანაა, სადაც სამწუხაროდ სიღარიბის დონე ჯერ კიდევ მაღალია, განსაკუთრებით სოფლად. ბევრი ოჯახი დღეში 1-2 დოლარზე ნაკლები ცხოვრობს, ამიტომ ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო არსებობისთვის. ალბათ გაინტერესებთ, რა რელიგიაა გავრცელებული ამ ქვეყანაში. უგანდა ძირითადად ქრისტიანული ქვეყანაა, მაგრამ აქ ასევე ცხოვრობენ მუსლიმები და ინდუსებიც კი. ასევე ბევრი ტრადიციული აფრიკული რწმენა წარმოდგენებით შემორჩენილია. ოფიციალური ენა ინგლისურია. მოსახლეობის უმრავლესობამ ეს ენა იცის, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადგილობრივი ენები გამოიყენება, განსაკუთრებით კი ლუგანდა. მოდით საკვებზეც ვისაუბროთ. უგანდური სამზარეულო ნამდვილი აღმოჩენაა. ეროვნული კერძია მატოკე. ეს არის მწვანე მოუხარშავი ბანანი, რომელსაც ქვავენ და მიირთმევენ სოუსთან და ხორცთან ერთად. ეს ადგილობრივებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის პური. აუცილებლად უნდა გასინჯოთ როლექსი. არა, საათი არ გიგულოთ. ეს არის უგანდელებისთვის ქუჩის საკვები. ომლეტი ბოსტნეულით, რომელიც ჩაპატიში, თხელპურში არის განხვეული. იაფი, სწრაფად მოსამზადებელი და ძალიან ნოყიერი. რა თქმა უნდა, სუფრაზე ხშირად შეხვდებით ბრინჯს, ტკბილ კარტოფილს და უამრავ ეგზოტიკურ ხილს. რაც შეეხება ხორცს, ის უგანდელებისთვის ფუფუნებაა. სოფლად რასაკვირველია არსებობს საშუალება და ხშირად მიირთმევენ თხის ან ქათმის ხორცს. იშვიათ შემთხვევაში ძროხის ხორცს. თუმცა ქალაქებში ძროხის ხორცი საკმაოდ ძვირია და მას ძირითადად დღესასწაულებზე ან განსაკუთრებულ შემთხვევებში მიირთმევენ.
უგანდელთა უმეტესობა ნეგროიდული რასის წარმომადგენელია, ისევე როგორც აფრიკის სხვა ქვეყნების მოსახლეობა. ისინი გამოირჩევიან მუქი კანით, ხვეული თმებით და აფრიკული სახის ნაკვთებით. აქ მრავალი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, ამიტომ გარეგნობაში გარკვეული განსხვავებებიც გვხვდება. მაგალითად, ზოგიერთ ტომს უფრო წვრილი ნაკვთები აქვს, ზოგს კი შედარებით მასიური და ფართო. უგანდაში, ისევე როგორც აფრიკის ბევრ სხვა ნაწილში, თეთრკანიანები ხშირად აღიქმებიან როგორც განსხვავებულები და ეგზოტიკურები. შესაძლოა მათ მიმართ იყოს გაზრდილი ყურადღება, განსაკუთრებით სოფლად, სადაც თეთრკანიანები ნაკლებად გვხვდებიან. ეს ყურადღება ხშირად ცნობის მოყარეობასა და კეთილგანწყობას ეფუძნება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა იყოს მცდელობა ტურისტისგან მეტი ფულის გამორჩენის, რადგან ისინი აქაურებს შეძლებულები და მდიდრები ეჩვენებათ. უგანდელები ზოგადად კეთილგანწყობილი და სტუმართმოყვარე ხალხია. თეთრკანიანების მიმართ არ არის ნეგატიური განწყობა. უფრო მეტიც, მათ ხშირად პატივისცემით ეკიდებიან, რადგან ტურისტები და ინვესტორები ეკონომიკის განვითარებას უწყობენ ხელს. ეს ქვეყანა ზოგადად მშვიდ და სტაბილურ ქვეყნად ითვლება აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში. თუმცა როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, აქაც არსებობს გარკვეული რისკები. კრიმინალის დონე არც ისეთი მაღალია, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს. აქ გავრცელებულია ჯიბის ქურდობა, ჩანთების მოპარვა და თაღლითობა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და ხალხმრავალ ადგილებში, ბაზრები, ავტოსადგურები, ტურისტული ზონები და ასე შემდეგ. ძალადობრივი დანაშაული იშვიათია ტურისტების მიმართ, თუმცა ამის რისკი მაინც არსებობს. ღამით მარტო გადაადგილება განსაკუთრებით ნაკლებად განათებულ ადგილებში არ არის რეკომენდირებული. გასათვალისწინებელია დაისვათ უსაფრთხოება. აჯობებს არ გამოაჩინოთ ძვირადღირებული ნივთები, როგორიცაა ტელეფონები, სამკაულები, ფოტოაპარატები და ასე შემდეგ. თან ატაროთ მხოლოდ საჭირო თანხა. მოერიდოთ ღამით მარტო სიარულს და გამოიყენოთ სანდო ტრანსპორტი. საჭიროა ფრთხილად იყოთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებიც ზედმეტად მეგობრულად მოგაჩვენებენ თავს. უგანდა ტურისტებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება, განსაკუთრებით ველური ბუნების მოყვარულთათვის. რამდენად მარტივია აქ მოხვედრა? აქ მოგზაურობისთვის საჭიროა ვიზა. მისი მიღება შესაძლებელია ონლაინ, ელექტრონული ვიზის სახით, თუმცა საქართველოს შემთხვევაში გადასამოწმებელია ინფორმაცია. ოფიციალური ენა როგორც ვთქვით ინგლისურია. ეს ენა მნიშვნელოვნად ამარტივებს კომუნიკაციას ტურისტულ ზონებში, სასტუმროებში, რესტორნებში და ტუროპერატორებთან. ტურისტული ინფრასტრუქტურა დღითიდღე ვითარდება, თუმცა ის არ არის ისეთივე მაღალი დონის როგორც დასავლეთის ქვეყნებში. გზები ზოგჯერ უხარისხოა, განსაკუთრებით სოფლებში. გორილების ტრეკინგი და სხვა ველური ბუნების ტურები კარგად არის ორგანიზებული, თუმცა ძვირია. რეკომენდირებულია სანდო ტურ ოპერატორებთან თანამშრომლობა. ბოდა ეს არის მოტოციკლი ტაქსი. ის ყველაზე გავრცელებული და იაფი სატრანსპორტო საშუალებაა ქალაქებში. მოკლე 4-5 კილომეტრ მანძილზე ის შეიძლება ღირდეს დაახლოებით 1000-დან 3000-მდე უგანდური შილინგი, ანუ 25-დან 80 ცენტამდე. ფასი შეთანხმებითია, ამიტომ საჭიროა ვაჭრობა. ყოველთვის აჯობებს მოითხოვოთ ჩაფხუტი. ჩვეულებრივი მანქანა ტაქსი უფრო კომფორტულია, მაგრამ ძვირი. ქალაქებში არის როგორც ოფიციალური ტაქსები, ასევე აპლიკაციებზე დაფუძნებული სერვისები. მოკლე მანძილზე ის შეიძლება ღირდეს 1.30 ცენტიდან 4 ამერიკულ დოლარამდე. მანძილისა და დროის მიხედვით. მიკროავტობუსები, რომლებიც ფიქსირებულ მარშრუტებზე მოძრაობენ, ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. ის საკმაოდ იაფია, მოკლე მანძილზე რამდენიმე ცენტიდან 1-2 დოლარამდე. საქალაქთაშორისო ავტობუსები, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის მოძრაობენ, არც ისე ძვირია. ფასი დამოკიდებულია მანძილზე. მაგალითად, კამპალადან ჯინჯამდე დაახლოებით 80 კილომეტრ მანძილზე შეიძლება ღირდეს 1.30-დან 2.60 ამერიკულ დოლარამდე. თუ ველური ბუნების სანახავად მიდიხართ, ტუროპერატორები უზრუნველყოფენ სპეციალურ ჯიპებს მძღოლთან ერთად. ეს გაცილებით ძვირია, მაგრამ უსაფრთხო და კომფორტული. უგანდაში ვაჭრობა ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით ბოდა ტაქსებზე და ბაზრობებზე. აჯობებს ფასის დადგენამდე ყოველთვის შეათანხმოთ ღირებულება. როგორც ხედავთ, უგანდა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთი წერტილი აფრიკის რუკაზე. ეს არის ქვეყანა, სადაც ბუნებრივი სილამაზე, დიდარი კულტურა და უამრავი საინტერესო ისტორია ერთმანეთს ერწყმის. იმედი მაქვს, რომ დღეს რაღაც ახალი და საინტერესო მოგაწოდეთ ამ საოცარ ქვეყანაზე. თუ ეს თემა საინტერესოა და გინდათ რომ სხვა ქვეყნებიც უფრო ახლოს გაგაცნოთ, გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო და დატოვოთ კომენტარები. იცოდეთ რომ თქვენი თუნდაც მოკლე კომენტარი ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი. თუ გაქვთ შესაძლებლობა, გამახარებთ თუ სხვებსაც გაუზიარებთ ვიდეოს. აბა ჰე, მომდევნო ვიდეომდე გემშვიდობებით. ნახვამდის.